ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ისრაელის ავიაიერიშის შედეგად ღაზაში 39 ადამიანი დაიღუპა, ათეულობით კი დაშავდა. ცენტრალურ ღაზაში საჰაერო იერიში მიიტანეს ზღვისპირა ტერიტორიაზე, სადაც ხშირად ჟურნალისტებიც იკრიბებოდნენ. ჯანდაცვის სამინისტროს გადაუდებელი და სასწრაფო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელის ფარეს ავადის თქმით, ადგილზე სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა. მისი განცხადებით, ათეულობით დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. სოციალურ ქსელში გავრცელებულ შოკის მომგვრელ ვიდეოებში ჩანს დასისხლიანებული და დანაკუწებული ცხედრები. ცენტრალური ღაზის ალ-შიფა საავადმყოფოს დირექტორმა Facebook-ზე დაწერა, რომ ბოლო 1 საათის განმავლობაში კლინიკაში 100-ზე მეტი დაშავებული შეიყვანეს. აქვე მიასვენეს 39 ცხედარიც. ამ ადგილას იყვნენ ბავშვები, ქალები, ოჯახები. ისინი უბრალოდ ისხდნენ, როცა მოულოდნელად გამოჩნდა F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავი, რომელმაც დაბომბა აქაურობა. ათეულობით ადამიანი ადგილზევე დაეცა. ეს იყო ნამდვილი ხოცვა-ჟილეტა. ჯერ კიდევ აგროვებენ ცხედრების ნაწილებს. დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ფარმალიქში გასულ კვირას 3 პალესტინელი მოკლეს და მათ ქონებას ცეცხლი წაუკიდეს. ადგილზე პალესტინის ავტონომიის დიპლომატიური წარმომადგენლები და საერთაშორისო ელჩები, მათ შორის ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ შტუცმანი ჩავიდნენ. ქალაქ პარმალიქში 100-ზე მეტი ისრაელელი შეიჭრა, მათ გადაწვეს სახლები, ავტომობილები და ცეცხლი გაუხსნეს პალესტინელებს, რომლებიც მათ შეჩერებას ცდილობდნენ. მომხდარის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. ათეულობით კი დაშავდა. ევროკავშირის წარმომადგენელმა ალექსანდრ შტუცმანმა მომხდარს სასტიკი ძალადობა უწოდა და ისრაელის მთავრობას კონკრეტული ზომების მიღებისკენ მოუწოდა. ეს არ შეიძლება დარჩეს დაუსჯელი. ჩვენ მოუწოდებთ ისრაელის ხელისუფლებას აღკვეთოს მსგავსი თავდასხმები და ძალადობრივი მოქმედებების ჩამდენი პირები პასუხისგებაში მისცეს. პალესტინელი მაღალ ჩინოსნები და ადგილობრივი მოსახლეობა საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვენ, დაიცვან პალესტინელების ფუნდამენტური უფლებები და ხელი შეუწყონ მათ უსაფრთხო ცხოვრებას. ჩვენი გზავნილი არის მარტივი და მკაფიო. ეს ჩვენი მიწაა და აქედან ვერავინ გაგვაწევებს. ჩვენ უბრალოდ სიცოცხლე გვინდა. დასავლეთ სანაპიროზე ამჟამად 3 მილიონამდე პალესტინელი ცხოვრობს და მათ ყოველდღიურად უწევთ ისრაელის სამხედრო კონტროლის პირობებში ყოფნა. ტერიტორიაზე ასევე დასახლებულია დაახლოებით 500,000 ებრაელი. დასავლეთ სანაპიროს ღაზასა და აღმოსავლეთ იერუსალიმის პალესტინელები დამოუკიდებელი სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევენ, თუმცა ისრაელი აცხადებს, რომ ამ ტერიტორიებიდან იზრდება საფრთხეები და სწორედ ამიტომ იღებს უსაფრთხოების შესაბამის ზომებს.